მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემაყურებელო. დღეს პარასკევია და 17 ისე მიხარია აი ამ სიტყვებს რომ წარმოვთქვამ ხოლმე, ვერ წარმოიდგენთ, თან სულ მგონია რომ ეს ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, აი ყველაფერი მოდის თქვენთან, გინაწილებთ და თქვენც ბედნიერი ხდებით. ჩემი არაჩვეულებრივი სტუმარი მაკა შალიკაშვილი, მოკლედ ჩემი ბედნიერების ნაწილი, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წლები გვაქვს ერთად გატარებული, ბევრი გვიკამათია, ბევრი გვისიყვარულია და მოკლედ აი ესე მოვედით აქამდე, მაკა მოგესალმებით, დიდი მადლობა. ერთად გვიკრეფია ენძელა და შროშანი და მოკლედ ძალიან კარგი იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და დღემდე მეგობრობთ და რა თქმა უნდა მე ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენ გაქვს ნიჭი, აღმოგაჩნდება უცებ, რომ ადამიანები მუდამ იყვნენ ის ადამიანები, ვინცაც უყვარხარ, მიხვდე რომ საბოლოო ჯამში ნიჭიერება ამაშია, რომ ამ ადამიანს შენ უყვარხარ და თუ ის ადამიანი რაღაცა ისეც გეუბნებოდა შენს ცხოვრებაში, რომ შენ არ მოგწონდა და რაღაცა პერიოდი შეიძლება გადაწყვეტილებაც მიგიღია, რომ აღარ გემეგობრა, მაგრამ შენ ამას ხვდები, რომ ეს ყველაფერი არის სიყვარულით, ეს რა თქმა უნდა არის ნიჭი, რომ ეს სიყვარული მუდამ გრძელდებოდეს და ეს მეგობრობა მუდამ გრძელდებოდეს. მიხარია, რომ ჩვენ მეგობრები ვართ და სულ მუდამ ვიქნებით. ხო, ვიქნებით, იმიტომ რომ მე საერთოდ დამთმობი ადამიანი ვარ და ნახე, მე თუ გავბრაზებულ ვარ შენზე, სულ მგონია, რომ გავბრაზებულ ვარ შენს გამო. შენი თავის მიმართებაში თუ არა, ჩემთვის არაფერი არ დაგიშავებია. დაჯო, ეხლა როცა უკვე ძალიან ბევრი წლები გავიდა, ჩემთვის ადამიანი შენს გამო რო ბრაზდება და ნერვები ეშლება და მე რაღაცებს გიხსნის, რამხელა ენერგია იხარჯება ამაზე და როგორ არ უნდა დააფასო ადამიანმა ის რომ ვიღაცას შენი გულშემატკივარი ახლა გაგლანძღავს და იმას გიშვება თქვა, რა თქმა უნდა ამას არ გულისხმობ, მაგრამ ეს მართლა ძალიან დასაფასებელია და მართლა ძალიან ვაფასებ. ხო, დამაფასე ძალიან. დღევანდელი გადასახედიდან. დამაფასე ძალიან მესიამოვნება. ძალიან მომენატრე სხვათა შორის მინდა მეც მომენატრე. არ მინახავ ხარ რამდენი ხანია. ხო და შენი ვოიაჟები ვნახე, ამერიკაში იყავი, ხო? და პირდაპირ ფაქტობრივად მიდან ტრაპიდან მოხვედი. ხო, ნახე, გეტყვი ერთ რაღაცას, ვიყავი ლას-ვეგასში. მეორედ ვიყავი, ერთი 15 წლის წინ ვიყავი. პენსილვანიიდან ძალიან კარგი ვიდეო მოგვიძღვენი ჩვენ და თამარიონს უნივერსიტეტში დაიწყო სხვათა შორის სწავლა და ვულოცავ ყველას მამა ადამიანს განსაკუთრებით რომ აი ესე უდგა სათავეში ამხელა უნივერსიტეტს და აი ესეთ ახალგაზრდებს ზრდის და ყველა სტუდენტს ვინც კი სწავლა დაიწყო და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებ პირველ კურსელებს განსაკუთრებით მაკა მოდი ეხლა ისეთ რამეს კითხავ რომელიც მართლა არ მიკითხავს, აი მე ხო ბევრ რამეს გეკითხები ხოლმე შენ. მე არ მახსოვს, არ ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ ერთად წლების წინ ვისხედით პირდაპირ ეთერში, აი როდის შემოიჭრა შენში ესე მძაფრად და აქტიურად პოეზია. აი ერთ დღეს ადექი და იმიტომ რომ ადრე აქა-იქ მახსოვს, მაგრამ ეხლა აი რა მოხდა? ხო, რაღაცა ეხლა ცოტა წესად დავდგე რა. ხო, იმიტომ რომ აი რაღაცა წესია უკვე რომ მაკა უნდა რაღაცა ლექსი უნდა წაიღო. ლექსი, ხო. ხო, მესმის აბსოლუტურად. თუმცა სულ იყო ჩემს ცხოვრებაში, მართლა სულ იყო, იმიტომ რომ ბავშვობიდან აი
ესე არ ხდება რა გია უბრალოდ ერთ დღესაც ავდექი და ვთქვათ მე დავიწყე ლექსების კითხვა უცებ ან აი ვინც ამას გადაწყვეტს ხო რაღაცა ლექსი იქნება თუ სიმღერა იქნება ესე სპონტანურად არ ხდება თუ მოხდება ალბათ ერთჯერადი იქნება ორჯერადი სამჯერადი და დამთავრდება ეს რა თქმა უნდა ჩემი ლექსებისადმი სიყვარული იყო რაც თავი და მახსოვს და მეხსიერება მახსოვს იქიდან მაგრამ რა თქმა უნდა ალბათ ამ ყველაფერს ხელი შეუწყო იმან რომ რაღაცა აი ეს კარგი ტელეფონი, ტექნიკური ჩვენი გამართულობა. ალბათ რო არ ყოფილიყო ესე ყველას ასე ვთქვათ უხეშად რომ თქვა ვიღაცას მართლა ვეჭხირები გია თვალში, არ და კარგი გაგებითაც არ შევხვდებოდი ხოლმე უამრავ ადამიანს აი ესე სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ სოციალური ქსელი დღეს არის ძალიან აქტიური და ადამიანები არიან სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურები და აი ძალიან ბევრი ვიდეო ჩავწერე და ალბათ ამიტომ არა ნახე მე რატო შეგეკითხე იცი მე მკითხა ბევრმა უიმე მაკამ ლექსების კითხვა დაიწყო ვუხსნი არა ნახე მე ვუხსნი მე გაგახსენებ ახლა როგორ დადიოდი შენ როგორ ატარებდი პოეზიის საღამოებს ეს 20 წლის წინ ჩვენი პომპეუსი თუ ესეთი ესე რქვა ბექა ელბაქიძეს ჰქონდა და აი როგორ გითხრათ უამრავი საღამოები გვაქვს ჩატარებული აი ზუსტად იმ დროს როდესაც არავინ არ იცოდა რომ კითხულობდი ეგონათ ალბათ მოდი ბექა ელბაქიძე მოვიკითხო აუცილებლად დიდი სიყვარულით იმიტომ რომ აი მართლა მენატრება ხოლმე და ძალიან ხშირად ვიხსენებ ხოლმე მეც შენც და მოგიკითხავ ბექა რა თქმა უნდა ბექა იყო ადამიანი რომელმაც აი ამ როგორ გითხრა ყველა კითხველს მოუყარა თავი და ბექას დამსახურება იყო და იმ ადამიანების ორგანიზატორები ბექასთან ერთად რომლებმაც აი უამრავ პროექტს აკეთებდნენ საღამოებს აკეთებდნენ ჩვენ ერთი ბარი რესტორანი იყო არ დაასახელო ხო პეკინზე აღარ არის უბრალოდ ის მაგრამ მაინც არ დავასახელებ ხო და ისა და იქ ვკითხულობდით ხოლმე და ეს იყო ადგილი სადაც ადამიანები ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და იყო ბედნიერი მე დავდიოდით სხვადასხვა ქალაქებში და სხვათა შორის ძალიან ბევრი მკითხველი მაშინდელი დღესაც აქტუალურია და უყვარს მსმენელს და მაყურებელს რა შეიცვალა შენში აი ხო არის მე ვიცი ჩემში რა შეიცვალა ძალიან ღრმად და გამოკვეთილად აი ჩემთვის რო ვარ ხოლმე ძალიან მიყვარს ამ ბოლოდოს მარტოობა აი ესე ვალაგებ ხოლმე უჯრებს ხან გადმოვალაგებ გადავალაგებ ნუ ფსიქოლოგიურ უჯრებს გეუბნები ხო და მე უცებ ვიფიქრე მართლა უჯრებს შეიძლება ვალაგებს მეთქი ნამდვილ უჯრებს ხო მაგრამ ხო ნამდვილ უჯრებსაც ვალაგებ ხოლმე იმიტომ რომ არ უნდა შეუშვა სხვა შანსი არ არის მე არ მიყვარს ჩემ უჯრას რომ ვინმე ალაგებს მართალ უჯრას მე უნდა მოვიდე დაგილაგო არ არსებობს იმიტომ რომ იქ ისეთი იმ არეულობაში ხვდები რა მე უფრო ავრევ ჩემო ვისა ჩემი დალაგებული ხო მოკლედ დედა რა ლამაზი სტუდია გვაქვს ხმე ძალიან იცი და გამოსახულებაც ულამაზესია ფერადია აი რაღაცნაირად ძალიან უხდები გიხდება აი ნახე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რადიო იმედის ხელმძღვანელობას რომ აი ესე ფიქრობს ჩვენზე თანამშრომლებზე სტუმრებზე და აი ამ სიხარულს რომ მოვდივარ მიხარია ისიც კარგი იყო მაგრამ ეს ჯობია არა რა თქმა უნდა ეს ჯობია ნამდვილად ჯობია და მომავალ წელს ტექნოლოგია უფრო გაკეთება და ჰაერში ვიჯდებით ესე იმიტომ რომ რადიო იმედი ისეთი ზე პროფესიონალებით ხართ და ასე ვთქვათ დაკომპლექტებული სასწაული წამყვანები ხართ ნამდვილად შენც და დანარჩენებსაც
ამაზე უკეთესი სტუდიაც სხვათა შორის გეტყვი ამაზე უკეთესი ჯერჯერობით აღარ არის. ხო, მომავალ წელსო ხო თქვი შენ გამვითარდები უნდა დავდგე. ხო, ამაშია საგმე, მე გულისხმობ. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, რადიო იმედის ხელმძღვანელობას, რომ ესე სილამაზე. აი, ჩემზე რატო ვიტყვი, იცი, კარგს. ნახე, ბავშვობაში მე ხო არაფერი არ ვიცოდი, აი არ ვიცოდი რა უნდა გამოსულიყავი. რაღაცა ეტაპი, აი 7 წლის, 8 წლის არ ვიცოდი. ერთი ხაზის რადიო გქონდა და მე მოიტანეს რადიო რო ვიჭერდით. და სულ ვუსმენდი აზერბაიჯანულ სიმღერებს. ზეინაბ ხალნარავა იქიდან მახსოვს. გიჟდებოდი. ხო და მინდოდა აი რადიოში რო კაცი იჯდა ის მინდოდა და შლიდით ხოლმე მე და ჩემი და ეს კაცები გვინდოდა გამოგვეყვანა. მართლა? რამდენი რადიო გაფუჭებული და კაცის გამოყვანა რადიო და აი რადიკალისაც გია რადიო და მოკლედ ჩემო მაგა რადიო მინდოდა რადიო წამყვანობა. მინდოდა ხო აი ყველაფერი აგიხდა. რამე დარჩა რაც არ აგიხდა? არა მითხარი. ნახე ამრიტა ჩანაშია. დამაცადე ერთი წუთით. ეხლავე გადმოვალ. ეხლა დამაცადე ჯერ დამაცადე. ესე იგი ამრიტამ დამირეკა. ჯანაშიამ და მითხრა რომ ჩემი პროდიუსერია ეხლა უცვლელი. მოვიკითხავ დიდი სიყვარული. აი არანორმალურად ნიჭიერი, საოცარი ადამიანი. აი რაც გინდა თქვი მასთან. რა სახვევთან მან? რაღაცა მიჭირავს ხელში და ესე ვერთობი. მე მგონი უნდა მაჩუქო მე. მე უნდა გაჩუქო აუცილებლად. და ამრიტამ რომ დამირეკა და მითხრა რომ რადიოშიო მოდიო წამყვანთე და როგორ მოვბოდე იცი? მართლა. ოღონდ არა, ეხლა არაო, დავთქვათო დრო, იმ წამს გამოვრბოდე. და აი ამიხთა ოცნება. იცი რა არის? ამეტირება, არა, ვერ ვიტირებ, არა. მინდა რო იტირო. მაგა დამიგდყური, ნახე. რა ოცნება დამრჩა, იცი? ოღონდ ეს რომ ლიტონის სიტყვები არ არის. აუ რა მაგარი იყო ის რომ ფრენდი. ის ორი ბიჭი მე რო აქცია. დამაცადე. დამამთავრებინე ხოლმე აზრი თუ არა დაგჯიცოდე ხმას აღარ მოგაღებინებ. ნახე გოგო ასაკში ვარ მე შეიძლება დამავიწყდეს რომ მაწყვეტინებ. ხო და გითხრა. აი ნახე მარტო ცეკვა შეიძლება სახლში იცეკვო, მაგრამ პარტნიორის გარეშე არ არის ისე. არაფერი არ გამოგე. ნახე რატომ მინდა იცი ყველა ბედნიერი იყოს. აი ამ ბედნიერ ხალხთან რო ვიცხოვრებ, ყველა ერთად ვიცეკვებთ. მიხვდი? ცეკვა. ეხლა ცეკვა მარტო ვარ ბედნიერი. მინდა რომ ბედნიერები იყვნენ, მინდა. აი ეს ნატურა დამრჩა. შენ რას დინატრებ? ანუ ეს შენი უკვე პირადი აღარ არის, ეს მინდა რომ ადამიანები არა, პირადი ისეთ გია ისიც ხო იცი რომ ადამიანები არ იქნებიან. ანუ ვოცნებო, კაცო, ვოცნება. იმიტომ რომ რაღაცა აი მე ზუსტად მაგას მივხვდი, ეხლა ძალიან ცოტა ხნის წინ ისე სწრაფად გადის ცხოვრება, გია, აი შენ მითხარი რომ რა შეიცვალა შენშიო, ხო? რაღაც კითხვა დამისვი რა, პრინციპში უკვე სრულყოფილი კითხვა. არაფერი იცი, მე ვარ იგივე, აი დაახლოებით აი რა მეხსიერებაც მაქვს რა ასაკიდანაც ზუსტად იგივე ვარ ეხლაც. მაგრამ შეიცვალა რა? რა თქმა უნდა, ხა იმ ბევრი გამოცდილებები, ბევრჯერ გადაფასებები, უამრავი შეიცვალა, ეხა მე თვითონ შევიცვალე, რა ჩემში შეიცვალა, იცი, ვისწავლე დაფასება, არიცოდი ხო ადრე? არა, რა თქმა უნდა, არა. აი ვისწავლე, აი ჩემს მიმართ ადამიანები როგორ უყვარვარ, ან არ უყვარვარ, ან და მე იმათ რო პატივი უნდა მერე დედის პატივისცემა, იმიტომ რომ მამა სანამ ცოცხალი იყო, დედას ვერ ხედავდი. გესმის, იმიტომ რომ რო გითხარი ერთხელ. არა, ყველაფერი ამისრულდა გამანებით არის. აი იცი
იცი რა, აი, სულ ვიტანჯებოდი, სულ მამა, სულ მამას და ერთხელ გითხარი, რომ გეხვიწები დედა შენიც ახსენეთ, ხო? ეხლა დედა როგორ არ გიყვარდა, მაგრამ რატო არ ახსენებდი? იცი რა არის, აი, იმდენად ეს მამა ჩემი იყო, აი, როგორ გითხრა რა, ძალიან ბევრგან და აი რაღაცა თითქოს ჩრდილავდა იმ ადგილს, რომელიც ხო, მაგრამ ეს დედა შენი სათნო უთქმელი საოცარად აი ხა გუშინ კიდე გითხრა რა მოყვა უბრალოდ დილას მიყვება რომ მისაო რა ქვიაო მოკლეთო მეო ძალიან მინდოდაო აი მეო ცინანო რამდენი წლის ხდებაო ხვალ არის თინანოს დაბადების დღე და 19 წლის მეთქი და უი მეო ეგო რანაირი გოგოაო არა ინტერესებსო არა ეს შეყვარებულებიო რაღაცებიო და აიო მეო მაგალითად 19 წლისა გავთხოვდიო გაიგე 19 წლის ვიყავი რომ გავთხოვდიო გია წარმოგიდგენია და მეო ეს რა ქვია რო ჩავი ხო და დედა მეთქი დედა რა პატარა ყოფილხარ მეთქი 19 წლის რო გავთხოვდი და ხო აბაო მეო რო დავინახავდიო ჩავივლიდიო იგოეთში რა ჩვენი სახლის წინ და მამა შენის წინდები იყო გაკიდულიო თოკზეო დედაო სეგიო აქარიო იმიტომ რომ ის ხოს თბილისში მუშაობდა დადიოდა და მერეო ოხონდაცო მაგის ცოლი გამხდარიყავიო და უბედნიერესი ვიყავიო და მერე მეთქი დედა მეთქი და ერთხელო იცი რა ქნაო მეო მაგის დედასო და დასო თინას მოვწონდიო და ერთხელო შემიყვანაო სახშიო მოდიო არავინ არ არისო და შემოდიო ჩემთანო და შევედიო და მერეო ცოტა ხანშიო გავიქეციო და სადგარბი ხარო მითხრაო და რა ვიცი შემეშინდაო მეო რომ არ მოსულიყო არავინ არ იყო სახშიო და რამე არ ეკნაო ჩემთვისო რაღაცა ცუდად არ მომქცეოდა ხო მიხვდი რაცა ხო და რატო მეთქი დედა რამე დაგიპირა მეთქი გეტაკა მეთქი ესე არა კაცო და აბა რატო გარბოდი არა არც უფიქრია ეგაო აბა რატო გარბოდი თქო თუ არ უფიქრია საოცარი სიყვარული აქვს ჩემს გადაცემაში მამა შენზე ილაპარაკა შოკში ვარდებოდი ნახე ცოტა დრო დაგვრჩა პირველი ბლოკი არა ჯერ კიდე ვართ აი ლექსით დაამთავრა გეხვეწები უი არ მიფიქრია რატომღაც ლექსით არა ულექსოთ არ გაგიშვებ დაგჟი იცოდე იცი რა არის? აი ხა მე დაგისვავ შენ კითხვას რა. ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი. ძეწნამ ალერსით ამავსო, იჭვებით ნავადარი. საქართველო ლამაზო. და სხვა საქართველო სად არის გია? არის სხვა საქართველო, აი სხვა საქართველო არსად არ არის და აი როგორ გულწრფელ პასუხს გცემ იცი რომ მოფრინავდი ძალიან დიდი გზა და ყოველთვის საკუთარ თავს უსვავ კითხვას სად ვიცხოვრებდი და არსად ძალიან ბევრი შანსი მქონდა, რომ დავრჩენილიყავი. ვერსად. ვერასდროს ვერ ვიცხოვრებდი. და საქართველო არის იქ, სადაც ღმერთმა თქვა, რომ აქ საქართველოა. ნამდვილად. გავიდეთ რეკლამაზე. მე ესე ვამბობ ხოლმე, სხვა საქართველო არ არის. მეც ესე ვამბობ.